გამარჯობა, მოკლედ ბევრი ლაპარაკის გარეშე ხვალ ვინერგავ თმას. ქალბატონ დეასთან, დეამედიში. ანალიზები გავიკეთე წინასწარ, რაც არის საჭირო. ბევრი ჩემი მეგობარი ელოდება რა. რიგშიდგანან იმათაც უნდათ გადანერგვა და მინდა რომ თან ესე ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენოთ. აი ამ ადგილებში ვინერგავ. ერთ პერიოდი ქუდი მეხურა ხოლმე ძალიან ისე სახშიც გარეთაც ყველგან ქუდი მეხურა რა და მაგან დაიწყო გაფუჭება და ნუ მე რა ვიცი ალბათ წავიდა პროცესი, მაგრამ დიდი ხანია ესე მაქვს უკვე შეთხელებული მაქვს და გადავწყვიტე რომ მივხედო რა სანამ ბოლომდე წავიდა და აღარ დარჩა აქ თმა. ხვალ 9 საათზე მივდივარ და იქ არის რაღაცა მოსამზადებელი პროცედურები და მე უკვე იწყება ოპერაცია სეძახიან რა გადანერგვას და იწყება ოპერაცია. ყველაფერს გაჩვენებთ მოკლედ ნაბიჯ რა. აბა ჰე ადიოს ამიგოს. აჰა. ეს არის ჩემი ოთახი. ანუ აქ სანამ შემიყვანენ უკვე გადასანერგად მანამდე აქ მომამზადებენ, მერე შესვენებაზე კვებაც აქ იქნება დასვენება რამე რუმე, მთელი ამბები მოკლედ. ეხლა წნევა გავიზომე, რაღაც კუჭის დამცავი დავლიე. მოკლედ რაღაც მედიკამენტები რაც მანამდეა საჭირო. ნერვიულობ და რატომ ნერვიულობ? მოწონს გადახალტავი. თუ უნდა გადაიყო მიდის. აი მე რამდენი ნემსებია. აი აქ მუცელზე უწვევი? მოკლედ ეხლა უკანა მხარეს ამომიღეს და ეხლა მეორე შემდეგი ეტაპი არის წინ მოამზადონ უნდა და მერე მესამე ეტაპია უკვე გადანერგვა რა. ეხლა მივიწმე თუ შეიძლება. მოვჩი. მეორე დღე არის, ახლა მოვედი ჩამოსაბანად და მე ამას მოვიხსნი და უკვე შემეძლება ქუდი ციარული. პირველი მეორე დღე არის ძალიან საფრთხილო, რომ ეს გადანერგილი არ დაზიანდეს, იმით მეძინა საფრენი ბალიშით. დღესაც ეგრე უნდა ვიყო, მაგრამ მე როგორც ვიცი უკვე 2-3 დღეში ეგეთი საფრთხილო აღარ არის, მაგრამ მაინც. ეხლა რა პროცესი გავიარე. ოპერაციის ჩანიშვნამდე ავიღე ანალიზები, სადღაც 1 კვირით ადრე. რა ანალიზები ხმა მაგას შემოვათვლევინებთ, თუ ვინმეს გაინტერესებთ, მოგწერთ. მე ოპერაციის დღეს აქაც რაღაც მედიკამენტები მივიღე და 3 ეტაპად არის დაყოფილი რა. პირველი უკნიდან ეს სადონორი ადგილს ეძახიან, მაქედან იღებენ თმის ღერებს. მეორე ეტაპი არის სადაც ინერგავ იმ მონაკვეთს ამზადებენ და მესამე ეტაპი არის უკვე გადანერგვა. ტკივნეული და ასე შემდეგ არ არის, უბრალოდ დიდი ხანია ცოტა პროცესი, მთელი დღე არ ვიყავი თითქმის რა. 1-2-3 საათი თითო ეტაპს ჭირდება. ეგ არის და ეგ, მერე შედეგს გაჩვენებთ რა, ვინმეს რამე შეკითხვა თუ გექნებათ, ეგეთ შეგიძლიათ გამოუშვათ. ეხლა ეგ არის დავამთავრეთ ამით ეს ვიდეო. აბა ჰე, ადიოს.